მანაზეს გაცილებით ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა საერთაშორისო და მან ჩათვალა რომ არ იმსახურებდა შეერთებული შტატებისგან ისეთ დამოკიდებულებას რომელიც გამომჟღავდა რაც მოხდა ვიცით ხო ყველა მე ახლაც ამას დაემსგავსება დავით რა უბრალოდ მე მგონია რომ აი ხა იქ კიდე ბეიკერის ფორმულაზე რო ლაპარაკობენ რომ შეიძლება ეს როგორი აბსურდია ეს რა ბეიკერის ფორმულა მაშინ იუშენკოს ფორმულა თუ იუშენკო არ არის ის ფორმულა რომელმაც 90 წელს იმუშავა კომუნისტურმა მთავრობამ საქართველოს პარიტეტული იყო და გამთავრებული ჯერჯერ თორე ოდესმე ჩვენც ისე ჩავატარებთ როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ერთი კაცი არ გამოხდეს როგორც მე რა აბერაგარ მოყოლებული შემოვიყვანა ძალიან ხო რეკლამის შემდგომ გავცეთ ფაქტს ისენ ბატონო დიახეთაში ხარ დია გამარჯობა მოგესალმებით ფილოსოფ შობა ხალხი ბატონო დავით ფილოსოფ ეს კომენტარს გავაკეთებ და მე ეს კი ბატონო ისწავლე დავსო რა დია ბატონო აგები მე თქვენ თავ ძალიან დიდ პატივს გავხდენ მოწაწებული შეგებული გამსახურიდან დღემდე და მადლობა აი უბრალო კითხვას დავსო კი ბატონო ქართველებს ესეთი გამოთხოვა მე გეუბნები თქვენ დაუწოთ დავით აკუბარდიაზე გაბრაზებულია თქვენზე თქვენ ტრიალდებით და მეუბნებით ცივი წყალი დალიოს რა ეს გააკეთა ლევონ გაჭეჭილაძე მაგაზე იქიზება ეხა საბუთები რა მაგი დაალაგდება ყველაფერი ეს ერთი იმაში რომ გვატარა და გვარბენა თბილისი აღარ გვაკვარა და მთელი დასავლეთი და ისე მოგვატარა კარგი ამასავე გავანებოთ მე თქვენი სტატია გავიგე ქრონიკაში ოღონ ხალხმა მოიგონოს და პირველი მე შევდივარ და კრიზისი საქართველოსთან გამოსასვლელია და გეტყვით რა სიად მოგაწადებენ თავში იქნება ნირო ბურჯანაძე ოღონდ მე უგულავა და ასე შემდეგ რა საქართველოს გამოსავალია ჩემო ბატონებო და დამეჩეს თავით ერთად გომბა აი ნამდვილი ქართველები ერთად რა თქმა უნდა ქართველი არ მოვიდა სათავეში ის ამერიკის კარნაკი და რუსეთის კარნაკი მოდის თვითონ დაგველაპარაკონ რა თუ მოგებია კი ბატონო გამარჯვებას გისურვებ და ყოველთვის თქვენ გვერდითაო დაგემოდეთ ესეთაში დიდი მადლობა დაგებოდეთ რეკლამა შესაძლოა ნაგავი ეგება პასუხისმგებლობის მაყურებელს და როგორც ცოტა მინდა რომ მოვასწროთ ბევრ თემებზე საუბარი. მადლობელი ვარ მოგახსენეთ უკვე და ასეთად მართალი ძანდებით ოღონდ აი ლევონთან დაკავშირებით ცოტა ვერ გავიგე. მე ჩემაზეც მოგახსენეთ ესე ახლობელი მეგობრები ჩვენ არა ვართ ხო დიდი სიმპათიით ავარ და მე მაინც მგონია რომ მან ძალიან სერიოზული როლი შეასრულა შაში. და დადებით ძირითადად რა. ახლა შესწომ ეს კაცი არ უარყოფს შესწომა მე არ მოსვლია მას არ მოსვლია ვინმე ნახეთ ამ ქვეყანაში შესწომა არ მოსვლოდა ეს სხვა საკითხი არის მაგრამ თავისთავად რაღაცა მონაკვეთზე მან აიღო თავის თავზე საპროტესტო ტალღით მეთაურობა არ არის ადგილი საქმე დამეწუნეთ რა და მოდი ერთად თქვენ ბრძანეთ და მოდი ერთად ვიყოთ რა ყველანი აი ბურჯანაძე ახსენეთ უგულავა ნოღაიდელი ეს ხენი გადასაწყვეტი იქნება რა თუ ახლა იმ ადამიანს ხო რა უძოვოთ რა თავის პოლიცია დაიკავოს თუმცა თქვენ მართალი ძანებით აწყობა ამას გულისხმობთ რომ გარკვეული მცდელობა იგივე ფოკუსის გამეორების რაც მოხდა 4-5 წლის წინ არის რომ ერთგვარად მოწლევა პატარა ჯგუფი და დაიბრალეს რომ თურმე ყველაფერი გაშფოთებული იყო რასაც ის ხელისუფლება შვებოდა მე უნდა გითხრათ ვაჟიადი ახსენეთ თქვენან ყველანი ყველაფრის თანახმა არ ვიყავით იქ მათ შორის აზრიადი გადაწყვეტილებებს რასაც ვიღებდით და მაინც ყველანი გადაწყვეტილებებს ვიზიარებთ. თუ ბოლომდე თანახმა არ ვიყავ სტრატეგიის, უნდა გამოსულიყავი მაშინ. ხო, იქადა რა კი ვიყავი, იქ მიღწევებსაც ვიზიარებ და თუ რამე წარუმატებლობა იყო და იყო ასეთებით, იმასაც ვიზიარებ. და არ უნდა ფართედ წამს და წუთს და თქვი რომ პრინციპში სტრატეგიულად სწორი გზით მიდიოდა მაშინ ქვეყანა. თუ ვინმეს რამე არ მოწონდა, თვითონ უნდა წამოსულიყო და დროზე უნდა წამოსულიყო გადაწყვეტილება. ტრადიცია არ არის ბაზარზე. ეხლა განაჩენი ვინც წამოვა მე მივესალმებ, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებაში ამორალურია ყოფნა, ამორალური ადამიანი შეიძლება მარტო იყოს ამ ხელისუფლებაში და მისი მხარდამჭერი, თუ ანგარებით უჭერს ხალხს, თუ ახლა გულწრფელად გონია, ნუ შეიძლება ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, თუმცა რაღაცა გასარკვევი, ეგეც არის სიმართლე გითხრათ, მე მივესალმებ, მაგრამ ყველა ამ ადამიანმა უნდა დაამტკიცოს თავისი მოქმედებით ამიერიდან. რომ ის ჭეშმარიტად დადგა ხალხის მხარეს. ხალხის მხარეზე დადგა.
ამას მაშინ ვერაფერი ვერ მოერება, ვერაფერი ვერ დაგსახსენებს. ყველას მოეძებნება თავისი ადგილი. თუ ვინმე სამშობლოს ემსახურება, ყველა მოძებნის ადგილს. თუ რამე სხვა ამოცანას ემსახურება, დროებით რაღაცა შეიძლება მოძებნოს, მაგრამ დაუჯერე ვერავინ უნახე, ვინც ჩვენ ქვეყანას რამე დაუშვა. ვერავინ ვერ ნახე და აი თქვენს გაადევნეთ ხალე და აბა ვადევნოთ უყოლა. ჩვენ ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ამა თუ იმ ფორმით თავისი დანაშაულის მიხედვით არ დაჟილიყოს ამ ქვეყანაში. ასე მოხდა, სულ არ მიხარია ეს ამბავი, მეჩვენა მეტი დაუჯერე კაცი ყოფილიყო, ქვეყანა ნორმალურად რომ განვითარებულიყო. ასე იქნება, სანამ თვითონვე არ მოვაბამთ ამას თავს, როგორც თქვენ ბრძანეთ, მაშინ ან რუსეთის კი მიუხედავად იმისა, გაველურების სტადიის ახლა რო იმყოფება, გაგვიწევს ანგარის შეერთებული შტატების, რომელიც ძალიან თვალსაჩინოდ გქონდა ხანდახან იმეორებ ეხლა ისეთი ადმინისტრაციის კომპლექსება მით უმეტეს გაგვიწევს ანგარის და ეს საერთოდ წესია მათი. აი ეს უპირატესობა იქ არის. ისინი რეალობას ანგარიშს უწევენ. აი მაგას რუსები თუ მართლა ქვიან რომ სააკაშვილია მათი პრობლემა, ეს კატასტროფაა მაშინ რა ჩვენთვის. ჩვენი ამოცანა სწორედ ეგ არის, მე ვფიქრობ, რომ დავარწმუნოთ, რომ არ არის სააკაშვილი მათი პრობლემა რა. არ იყო შევარდნაძე მათი პრობლემა, არ იყო გამსახურდია, სხვადასხვა ფაქტორებით მათი პრობლემა. თორე როგორ შეიძლება სამი ასე განსხვავებული ადამიანი ხო, მათთვის მიუღებელი იყოს, რომელიღაცა ხო შეიძლება და რაღაცით მისაღები ყოფილიყო რა. ანუ თუ იქ ვინმე ნორმალური ზისთან, იქ ნორმალური ადამიანები არსებობენ, ამდენად მოусმენენ მათ ეს არ ვიცი, თუ ისინი რა ჩვენმაც უნდა მივახვედროთ, რომ არის რაღაცა პრობლემა საქართველოსა და რუსეთს შორის, რომლის გადაჭრა შეიძლება თუ ამის კეთილი ნება იარსებდეს. და სასურველია უფრო ძლიერი საგან არსებობდეს, ვიდრე უფრო სუსტი საგან. თუმცა ჩვენ შორის ვხვდით, უნდა გავიცნობიეროთ, რომ ჩვენი ძალები რაღაცა ფაზლები აქვს. ყოველ შემთხვევაში არ ამ კონკრეტულ ვითარებას. Აბანე ვაჟალოვსკი ფანიძეს ეს ინტერვიუ მოვისმინე მე. საოცრებად თქვა ბატონ მოვაჟა, იმას ვთქვია ყოფილ პრემიერ-მინისტრ რუსეთისას რომ რომელ ბევრი იყო ის. იავლინსკის. იავლინსკი არის. გონი იავლინსკის პრემიერი არ იყო. არა, მეცადეთ. არა, ბევრი იყო ამიშოვება. მან თავარი და რუსების განწყობა რომ без Грузии, без Украины, без России будущее не будет. Ну не будет, კი ბატონო, თუ ესე უყურებენ რუსეთს. ესე უყურებენ, აი ლიბერალი კაცი უყურებს ეს. ესე იმპერიულად უყურებენ ეს, უნდა დავიღოთ. ეს იმპერიულია თუ უფრო აი რაღაც. აბა რა აქვს მომავალი, როგორ არა აქვს კაცო. ანუ აი დედამიწის მეშვეები ხონდა. დედამიწის მერვედია, დედამიწის მერვედია. შეიძლება შემოეცალოთ ეხანდელი ავტონომიები. დედამიწის მეაცედი და რაუბედურება ვერ გავიგე მეტი დასკვნილი. მართლა მინდა აი ესეა მართლა საბჭოთა კავშირი ეკონომიკა პროცენტი იყო მსოფლიო მრეწველობის. ეხლა რუსეთს 2%. თუ აქვს ისიც. ხო, ნუ ენერგომატარებლობის ხალხი. როგორ ჩანს, მაგრამ აი მესამე ადგილზე იყო საბჭოთა კავშირი 84 წელს ელექტროტექნიკური მოწყობილობების წარმოებით. ამერიკისა და იაპონიის შემდეგ. რაოდენობით. აი საუბრება რაღაცნაირად ისეთი გიგანტური რესურსების ქვეყანა იყო. ეხლა არის რაღაცა 2%-ია. აი ეშინიათ მარტო დარჩენით რა არის არის ეს ჩვენი პრობლემა არის რომ აი რატო ვიყურებენ ეს უჩვენო მე გავსიყვარდი რომანი დავწია მართალია აი ზუსტად ეგრე ემოციური მომენტია დიდი რა ეს ემოციური მომენტია და ჩვენი დასავლური სახელმწიფოები განთავისუფლდა აი ემოციური მომენტებისგან ხო მოდი ინგლისი დიდ ბრიტანეთი უშოტლანდიოთ უელსოთ უირლანდიოთ შეიძლება აი იქაცვენ ერთი მომენტი რომ შეუძლებელია აი ირლანდია მეოსოფლიოში ყველანიცოდა რომ ეს ირლანდიელები გერმანიის მხარეზე და მეორეშიც კი და მაინც მიხდა სხვადასხვა გამოიტანეს ინგლისურობა და დამოუკიდებლობა მისცეს აი ნახე დასკვნა როგორი გამოვიდა ეთქობა ამიტომ ხდებაო და ამის წყარო საბაბი მოსწოთ რა ამ სიძულვილისო და კიდევ მაგრამ განელდა ხო ფაქტია რომ განელდა რა აი ჩრდილოეთ ირლანდიაში რაღაც რამდენი ძნელად მაგრამ მიდიან აი ესე მოხდა ცივილიზებული და გონიერი ხალხი ეს და